საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული დაიწყო. პირველ დღეს ქართული ფოტორეპორტიორების გამოფენა გაიმართა სახელწოდებით საქართველოს დღეს და მაშინ. ირაკლი გედინიძის, გია აბდელაძისა და ზურაბ ქურციგიძის ნამუშევრებს ერთი თემატიკა აერთიანებს. ეს არის 2008 წლის რუსული აგრესია, მშვიდობიანი მიტინგების დარბევა 2007 წლის ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს. ხვალ დავით მაღრაძის კრებულის ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია იგეგმება, კვირეული კი ქართული საშობაო გამოფენა ბაზრობით დასრულდება. ეს ფოტო გადაღებულია 26 მაისის დღეს, როცა უკვე ფაქტიურად აქციის ძალისმიერი დაშლა მოხდა და ასახულია ის მომენტი, როდესაც შებორტილი მძიმედ ნაცემი ადამიანი ძირსაგდია თავის სისხლის გუბეში. ამ ფოტომ მოიპოვა მსოფლიო აღიარება, შესულია სააგენტო როიტერის ესე იგი წლიური ტოპ კადრების არსეულში და Washington Post-ის საუკეთესო წლის კადრებში. ეს ერთგვარი პოლიტიკური მესეჯის მატარებელი გამოფენაა. ამ ექსპოზიციით საზოგადოება დაინახავს კონტრასტს პოლიტიკოსების მიერ წარსულში დაშვებულ შეცდომებსა და დღევანდელ რეალობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა დასავლეთთან და მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ამ გამოფენით ნათელი ხდება თუ რა ხდებოდა რეალურად საქართველოში. ძირითადი მიზანი ამ გამოფენის ჩემი კოლეგების და ჩემი მეგობრების და ჩემი არის ის, რომ ეს არასდროს არ უნდა განმეორდეს საქართველოში. პაგანაც მოხდა მანჯერში საქართველოში. თანამედროვე გზნობდი მაშინაც, როცა ვიყავი დაკავებული და როცა გამთავისუფლდი, ერთად გზნობ რა თქმა უნდა. ან იმ დაფასებას საზოგადოებისგან.